ვიქტორ ორბანის განცხადებით მთავარი გამოწვევა გარე ლიბერალური გავლენისგან ეროვნული სუვერენიტეტის დაცვაა. უნგრეთის პრემიერის თქმით, პოლიტიკური ბრძოლის ცენტრში არის კითხვა დაუშვებენ თუ არა ბრიუსელის მიერ მარიონეტული მთავრობის დანიშვნას, თუ შეინარჩუნებენ ეროვნული ინტერესების მქონე მთავრობას. ორბანი განმარტავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების sapრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ უნგრეთისთვის ნარატივი შეიცვალა, რადგან ამერიკის ახალი პრეზიდენტისა და უნგრეთის პოლიტიკა ერთმანეთს ემთხვევა. ჩვენ და ამერიკელები ახლა ერთ გზაზე ვდგავართ და რაც ყველაზე მთავარია, ამერიკის პრეზიდენტმა გააჩერა დაფინანსების ის არხები, რომლებიც აქამდე უნგრეთში ოპოზიციურ ჯგუფებს უჭერდნენ მხარს. ტრამპის გამარჯვება უნგრეთისთვის ახალ ეპოქას ნიშნავს, რომელიც ემთხვევა ჩვენს ინტერესებს. მთავარი კითხვა ყოველთვის იყო, ვიქნებით თუ არა ბრიუსელის მიერ დანიშნული მარიონეტული მთავრობის ქვეშ, თუ გვეყოლება ეროვნული მთავრობა. ახლა ვდგავართ იმ რეალობის წინაშე, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესები უნდა დავუპირისპიროთ გარეშე ზეწოლას. იზოლირებული სახელმწიფოს ნარატივი შეიცვალა, თუმცა ისევ რჩება გამოწვევა, რომ უნდა ვებრძოლოთ იმ გარეშე გავლენებს, რომლებიც ჩვენთვის მარიონეტული მთავრობის დაწესებას ცდილობენ. პოლიტიკური ბრძოლის მიზანი ცალსახაა. უნდა შევინარჩუნოთ სუვერენიტეტი და ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ ჩვენმა ლიდერებმა და არა უცხოურმა ძალებმა.